მოგესალმებით! ძირფასო გამომწერებოდა რენდომ მაყურებლებო, იმისთვის რომ არ იყოთ რენდომ მაყურებლები, გამოიწერეს სტიმდალეულები. დღეს ჩვენ ვიღებთ ყველაზე ეპიკურ, ყველაზე დაძაბულ და ყველაზე არაადეკვატურ თამაშს გიფტმანიას. ხოლო ჩვენი სტუმარი არის სანდრო მელია, იგივე ნელსონა, გამარჯობა სანდრო. ადამიანი, რომლის გაცამტვერებასაც შევეცდებით სტიმდალეულები. ჩვენი მიზანია რომ დაგიმტკიცოთ. ნელსონა გარტყმაში არ არის გეიმინგის და თუ ვინმეს გაქვთ იმის პრეტენზია რომ გეიმინგი კარგად იცით, მოგწერეთ მესენჯერში, მოგწერეთ ინსტაგრამზე და ჩვენ დაგიმტკიცებთ რომ საერთოდ არაფერი არ იცით. როგორი ემოციები თორთ, როგორი მოლოდინები გვაქვს? მოლოდინები კარგი მაქვს ბავშვობიდან ჩართული ვარ გეიმინგში და ვცდილობ ყველა საინტერესო თამაში ასე თუ ისე შევისწავლო და დაოფასო რა. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ თუ შეფასებას დაგიგდებ დღევანდელი დღის შემდეგ. გადავიდეთ წესებზე. თითო კატეგორიაზე გვაქვს 5 კითხვა. თითოეულ კითხვას აქვს 4 სავარაუდო პასუხი, აქედან მხოლოდ 1 არის სწორი. დახმარებას რაც შეეხება თითო რაუნდში ექნება საშუალება რომ სტიმდალეულები დაიხმარო, მივესალმოთ ბიჭებო სტიმდალეულებს, მათ ისედაც კარგად იცნობთ. ასევე გექნება ერთი შანსი, რაც გულისხმობს რას, როდესაც მივიღებთ გარანტირებულ გიფტს, ანუ gift cards, თუ შენ რომელიმე კითხვას გასცემ არასწორ პასუხს, შეგიძლია რომ ძევლად დაგვიტოვო, იჯარაში ჩადო ის გიფტი, რომელიც გარანტირებული გაქვს. თუ სწორად გასცემ კითხვას პასუხს, გააგრძელებ თამაშს, თუ ვერა და წააგებ თამაშსაც და წააგებ იმ გარანტირებულ საჩუქარსაც. ამისთვისაც ალბათ მზად ვართ. რა თქმა უნდა. კითხვა ნომერი 1. რა ჟანრის თამაშია Counter Strike? დიდი იმედი მაქვს რომ პირველი კითხვაზე წააგებ. FPS-ი, Racing-ი, Open World თუ Hentai? დრო წავიდა. პასუხია FPS. დარწმუნებული ხარ? კი. რომ მე ვიცი ადამიანები, ვინც Counter Strike-ს თამაშობენ და ჩვეულებრივ Hentai აქვთ. კი, მესმის მაგათიც, მაგრამ Hentai. Hentai-ის ფანია. კი, მესმის მოსაზრება, მაგრამ ჩემი აზრით FPS-ი უფრო FPS-ი და ეს სწორი პასუხია სამწუხაროდ. შეგვიძლია გავაგრძელოთ. კითხვა ნომერი 2. ბიჭებო, მზად ხართ? შეიძლება თქვენი დახმარება დაჭირდეს პრიმიტიულ კითხვებზე. Unreal Engine არის კონტროლერის ძრავი, რაც ვიბრირებს, ანუ ვიბრატორი კონტროლერის, მონიტორის ძრავი, თამაშის ძრავი თუ კონსოლის ძრავი? პასუხია C. თამაშის ძრავი. თამაშის ძრავი. კი ბატონო, ესეც სწორი პასუხია. ზედმე დრამატივს არ შემოვიტან პირველ ეტაპებზე, რადგან ტყუილად რო არ დავკარგოთ. კითხვა ნომერი 3. ამათგან რომელი თამაშის სიუჟეტი ვითარდება მომავლის სამყაროში? The Witcher, Mafia, Cyberpunk თუ Red Dead Redemption? პასუხი არის C. Cyberpunk. Cyberpunk-ი ესეც სწორი პასუხია. შეგვიძლია გადავიდეთ ნომერ 4 კითხვაზე. ცოტა გაჩერდით. გავჩერდებით მერე, როცა საჭირო იქნება. გემრიალ მიირთვი. ჩვენი სპონსორია MasterChef-ის შაურმა Halo-დან. ამათგან რომელი თამაში არ მოგვითხრობს ზომბი აპოკალიფსზე? Days Gone, GTA 4, Last of Us თუ Resident Evil? პასუხია B. GTA 4. GTA 4. ეს პასუხიც სწორია, პატივცემულო ტელემაყურებლებო. კითხვა ნომერი 5. რომელი კომპანია აწარმოებს Xbox კონსოლს? A. Sony, B. Microsoft, C. Apple თუ D. Sega? პასუხია B. Microsoft. პასუხია B. Microsoft. და ეს პასუხი სწორია. გილოცავ სანდრო, $5 gift card-ი მოიგე, მაგრამ ჯერ გარანტირებული არაფერია, რა თქმა უნდა. გადავდივართ $10-ზე. გავჩერდები თუ გავაგრძელებთ? გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა. კითხვა ნომერი 6. ვინ არის თამაშის God of War მთავარი პერსონაჟი? A. არტეუსი, B.
B ზევსი, C კრატოსი, თუ D ჰადესი. God of War-ის თავი პერსონაჟია C კრატოსი. C კრატოსი. კი ბატონო, ეს სწორი პასუხია. ბრავო. კითხვა ნომერი 7. თამაშის სერიების Assassin's Creed publisher-ი არის EA Games, Challenger. B Ubisoft, C Rockstar და D Valve. Publisher-ის და developer-იც არის B Ubisoft. B Ubisoft. ეს პასუხით სწორია, გილოცავ შენ. მეშვიდე კითხვასაც სწორად გაიცი პასუხი. კითხვა ნომერი 8. რომელ ქალაქში ვითარდება სიუჟეტი თამაშის Cyberpunk 2077? Morningtown, Afternoon City, Night City თუ Evening Town? დრო წავიდა. პასუხი არის C Night City. დარწმუნებული ხარ? კი. აუ Night City სულღამია Cyberpunk-ში. მაშინ რატო არ შეიძლება რომ Afternoon City იყოს? CD Projekt Red-ს უნდა ვკითხოთ. ოკეი, კარგი, მოგვიანებით ვკითხავთ, მივწერთ, მაგრამ ეს პასუხი სწორია, Night City. გადამომისამართი. კითხვა ნომერი 9. Tomb Raider-ის სახელით რომელ პერსონაჟს უცნობთ? A. Dana Softi, B. Anna Hosti, C. Clara Gosti, თუ D. Lara Croft. პასუხია D Lara Croft. დარწმუნებული ხარ? D. არ არის Anna Hosti. არა. და ეს პასუხი სწორია, მეგობრებო, გილოცავთ, ჩვენ უფრო და უფრო უახლოვდებით ჯიბიდან $60. ბრავო. კითხვა ნომერი 10. გადამწყვეტი კითხვა $10 gift card-ზე. რამდენი განსხვავებული პერსონაჟით ასრულებს მისიებს თამაშში GTA 5? A. 1, B. 3, C. 7 თუ D. 11? პასუხია B3, ნუ GTA 5 ალბათ. ვინ არის ეს პერსონაჟი? მაიკლი ფრენკლინი ტრევორი. მაიკლი ფრენკლინი ტრევორი. რაც იცის? სწორია ეს პასუხი. შენ მოიგი $10 gift card გილოცავთ და გარანტირებული $5 gift card გაქვს. ვინდებს ამათო? მე? ჯერ. ამ ეტაპზე $10 ვუქაჩავ. გადავდივართ $25 gift card-ზე, გავაგრძელებთ თუ შევირგებთ $5 gift card-ს? რა თქმა უნდა. კითხვა ნომერი 11. დიდი იმედი მაქვს, რომ ორ კითხვაში უკვე ჩაიწებ. რა ორგანიზაციას ებრძვის ასასინთა საძმო კლასიკურ სიუჟეტში? A. ტამპლიერებს, B. კომუნისტებს, C. აბსტერგოს თუ D. ფარულ საძმოს? უშუალოდ ანიმუსში გულისხმობ ხო? რასაკვირველი? ასასინები ებრძვიან ტამპლიერების ორდენს. პასუხია A. A. ტამპლიერები. ანუ ზუსტად ის რომ კომუნისტებს არ ებრძვიან. იმიტომ რომ არის ერთ-ერთი სპინ-ოფი, სადაც ასასინი არის რუსეთში გადაღებული. კი, მაგრამ ეგ ძირითადი სერიიდან მაინც ალბათ არ არის. სწორია ეს პასუხიც, ბიჭებო, გიხაროდეთ. ნენელა უკვე თქვენი დონაცია ჩემოდის საპრიზოში. კითხვა ნომერი 12. რომელი ქალაქის მეტროში ვითარდება სიუჟეტი თამაში მეტრო? ან ამავე სახელწოდების თამაში? A. პარიზი, B. კიევი, C. ბერლინი თუ D. მოსკვა? თამაში ვითარდება მოსკოვში. D. დარწმუნებული ხარ? კი, წიგნიც არის ამაზე. წაკითხული გაქვს ეს წიგნი. ციგნის ავტორებია. დამატებითი კითხვა და ჩამოვდივარ. აი, წიგნის ავტორი? ვიტყვი. პროხოროვი? მეორეცდაც უკვე $10. კი, მადლობა. ხოროვია რა. ალბათ ტოლსტოი.
პუშკინ. $10 პუშკინის პოემა. არა, რა იმახსოვს. უხოსკი. გლუხოსკი, ხო. მოსკოვი, ორი პასუხია. კითხვა ნომერი 13. რომელმა პაბლიშერმა გამოსცა თამაში Elden Ring? A. Bandai Namco, ქართულად რომ ვთქვათ. B. Sega. C. Rockstar. თუ D. Square Enix. Elden Ring ვისაც ნათამაშები აქვს ძალიან რთულია და გავიწყდეს ეგ ეწოდებული loading screen ქვია ალბათ, რომელიც თეთრ ეკრანზე არის. და თუ სიგნალში თამაშობ, აი საშინელებაა მაგის ყურება და შემდეგ გამოდის Bandai Namco წარწერა და ამიტომ არის პასუხი არის Bandai Namco. არ სკიპავ. რომც მოგინდეს მაგას ვერ დასკიპავ. ეგრე მახსოვს. მაშინ მადლობა Bandai Namco-ს, რახან თავი დაგამახსოვრა. შეიძლება მაგის დამსახურება სათოლე რომ იგეთია დღეს. არ გამოვრით. სწორია ეს პასუხი. კითხვა ნომერი 14. განსაკუთრებით რა ფაქტორმა განაპირობა Kingdom Come Deliverance-ის ცნობადობა? A. შუა საუკუნეების რეალისტური ასახვა. B. მაგიური თეორიების რეალისტური ხორცშესხმა. C. მითოლოგიის ბოდიში ახლებური ხედვა. თუ D. ასტრონომიის საფუძვლების გამოტანა. რამდენიმე თვის წინ დავხურე პირველი ნაწილი და აპლოდისმენტები. შემიძლია თანამოთქვა, რომ ეს არის შუა საუკუნეების რეალისტური ასახვა. და იმდენად კარგად არის გადმოცემული იმდროინდელი ინფრასტრუქტურა, იქნება ეს რელიგიური ადგილები თუ ქალაქები თუ ასე შემდეგ, რომ აი წარმოუდგენელი სანახაობა მართლაც და პასუხი ნამდვილად არის. მე შენ ადგილზე ასტრონომიას ავირჩევდი, მაგრამ ოკეი და ეს სწორი პასუხია შუა საუკუნეების რეალისტური ასახვა. თანხმობთ, რომ ისიაში მამამ გამაქსავნა ხორბალს. მე რეალისტური რაგი. და ბუნდები ხობრი. არა, აირევა მე ხოლმე. გაირევა ქვეყანა. მე სოფელი დაგეწვება და მამასაც მოგიკლავენ და დედასაც, კაროჩე. კიდე ხაგაც სხვა ხასებია რა. ვიქოდი ხორბალს დანიშნულება. სოფელი ისეთი ამბობ. გინდა გადაურჩე მასობრივი დედის სადი ხორბალზე. რა იქნება? თუ არ გინდა რომ სოფელი გადაგეწვას და რაღაცა. ბიჭო ეს წილის. ხო. კითხვა ნომერი 15 გადამწყვეტი კითხვა საშუალო დონის კითხვებში. თავდაპირველად რომელი პლატფორმისთვის გამოიცა თამაში Horizon Zero Dawn? A. PC. B. Xbox. C. PlayStation. თუ D. Game Boy. Horizon-ი თავიდან იყო Sony-ს ექსკლუზივი. ნამდვილად, ხო. და შემდეგ გამოუშვეს PC-ზე, Steam-ზე. Xbox-ზე არ გამოსულა. Xbox-ზე რა მგონია, არ ვიცი. PC-ზე გვაქვს ახლა და თავიდან იყო Sony-ს ექსკლუზივი. ამიტომ პასუხი არის C, PlayStation. პასუხი არის C, PlayStation-ი და ეს სწორი პასუხია და სანდრომ მოიპოვა $25 gift card-იც და აქედან გარანტირებული $10 gift card უკვე ჯიბეში გიდევს. გაგრძელებ თუ შეირგე? რა თქმა უნდა. კითხვა ნომერი 16. GTA 5-ის დეველოპინგში კომპანიის რომელმა სტუდიამ ითამაშა გადამწყვეტი როლი? Rockstar Toronto. A. B. Rockstar San Diego. C. Rockstar North. თუ D. Rockstar Leeds. მოსაფიქრებლად გაქვს წუთ ნახევარი. დრო წავიდა. მოკლედ Rockstar Toronto და Rockstar Leeds-ი სიმართლე რო გითხრა პირველადების. ალბათ არსებობს, ეხლა იმიტომ რომ Rockstar-ი პატარა კომპანია ნამდვილად არ არის. რაც შეეხება North San Diego რადგანაც მახსოვს რომ უნდა იყოს Red Dead-ის დეველოპინგში ჩართული. ალბათ დალექილი მაქვს ალბათ რომ აი სადაც არ სკიპავ იქიდან გაქვს დალექილი. სავარაუდოდ. GTA 5-ის თამაშის გახსნის დროს Rockstar-ი ჩანს, მაგრამ კონკრეტულად რომელი
სტუდია, როგორც მახსოვს, არ იკვეთება. ფერით იკვეთება, სახელით არა. ხო, აი ფერით ნამდვილად ვერ ხვდები, მაგრამ რადგან სან-დიეგოს რადგან ხრი უფრო Red-Dead-ისკენ, არ მგონია რომ ეხა Red-Dead-ზე და GTA-ზე ერთ სტუდიოს ეთამაშა რა როლი გადამწყვეტი. ამიტომ მოდი გავყვები ჩემს ცნობიერს, ასე ვთქვათ და ბეს დავტოვებ Red-Dead-ზე და მოდი იყოს პასუხი C, Rockstar North. C, Rockstar North. ბიჭებო, თქვენ რას ფიქრობთ? ჩვენ ახლა ვჯელობთ და მივხვდით რომ ახლა რა არის დავზარდე. ჯოს რა მოვიდა ხო? ციტები არის Rockstar. დღევანდელი შოუ ამით დასრულდა რა. GTA 5-ის დეველოპინგში Rockstar North-ი იყო ჩართული ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვნად, ასე რომ ეს პასუხი სწორია. ბიჭებო, დაუკან, აბარა. კითხვა ნომერი 17. რომელ წელს გამოვიდა თამაში The Elder Scrolls 5 Skyrim? A 2006, B 2011, C 2009, თუ D 2014. დრომ წევდა. მოგეთ Skyrim-ის remaster ვერსია, რომელსაც ქვია Legendary Edition, როგორც მახსოვს. გამოვიდა 2016-ში. Okay. ამიტომ არ ფიქრობ რომ 2 წლის გამოსულ თამაშზე გაიკეთებინათ remaster-ი რა. 2 წელი არ არის ნამდვილად ის რო gaming-ისთვის რო რაღაცა ისეთ ცვლილებები შეიტანა. რაც შეეხება 2011-ს, ყველაზე რეალური ალბათ არის B. 2006 ძალიან ძველია. ძველია ნამდვილად. 2009 ძველი მგონია. იმიტომ რომ არასდროს არ დავინტერესებულა ესე რომ წელს გამოვიდა, მაგრამ 2009-ის თამაშაც არ გავს მე. რამდენი წლის იყავი 2009 წელს? 10-ის. 10-ის, ოკეი. არა, B არის აშკარად რა. B უნდა იყოს 2011. 14 ნამდვილად არ არის. და 9 ძალიან ძველია, 6 მით უმეტეს და მოდი საბოლოო პასუხი არის B. ბიჭებს არ შევაწუხებ ამ კითხვაზე და ეს დავაფიქრე. არა, ხო არ შეგვაწუხოთ. ჩვენთვის. არა, რო ვიდე. თქვენ როგორ გახსოვთ, რომელ წელს გამოვიდა? ბიჭო, ეხლა ჩვენ რო ვთქვას, ხო შეიძლება გადააკეთოთ. ვერ, არა, ვეღარ გადააკეთე. მეტახლა ვიდეოში. კი. სტორი ლოგიკა. რემასტერის ორიგინალი იყო იქ. კი, ძალიან კარგად წავიდა. ეგ მაგარის არის ლოგიკა, 6 არის правда. ხო, просто არ ვის რო აი 2014 როცა ზუსტად არის პასუხი, ის ლოგიკა 2014 კარგად გამორიცხა. და ეს სწორი პასუხია. 2011 წელს გამოვიდა Skyrim. კითხვა ნომერი 18. რომელ ქალაქზე დაფუძნებით არის აგებული Lost Heaven-ი? თამაში მაფია. A. Chicago, B. Los Angeles-ი, C. Washington-ი, თუ D. Boston-ი. დრო წავიდა. მაფია პირველი ნათამაშები საერთოდ არ მაქვს, ამიტომ მან თუ არის Lost Heaven-ი. ესე ვერ მიხვდები პირდაპირ. მეორეში და მესამეში არ მახსენდება ეგრე რომ იყოს რა. Lost Heaven-ი, ამიტომ გამორიცხვის თვითონ წავიდე ალბათ. შეგიძლია ბიჭებს კითხვა აგერ מחარა მაფიის ფანატია. ძალიან კარგი. მოდი მაინც ერთ შევხედავ პასუხს. ნუ ვაშინგტონი ძალიან ოფიციალური ქალაქია და გამორიცხავ ალბათ. და აი ამ სამში არ ვიცი. ბოსტონი ერმალო მაღრაძეს აქვს გამოყენებული და არ მგონია რომ ხო, ეგრე არ დაეცემო. Los Angeles-ი, Chicago, აი რაღაც თითქოს Chicago არ ვიცი. მოდი არა, აქ ნამდვილად უნდა ვიმარჩიელო, ამიტომ ბიჭებს ხო დახმარებ. ის არის Chicago. მესამე ნაწილი ხო ამერიკაში ლოსი რა შუაში. ლოსი არ ვიცი რა შუაშია, მაგრამ Chicago. Chicago. მემალოსთებას დაუბრუნდა. ვენდოთ. ვენდოთ. კი. ანუ ჩვენ $25 ვანდობთ מחარას. ზოგადად מחარას აქვს ხოლმე გარღვევები მახსოვრობაში. არაერთხელ დაადასტურა, როგორც წითელი Rockstar-ი მაგალითად. ყოველთვის ვერ ინდობა, მაგრამ ამ შემთხვევაში მართალია.
და შენ მე-18 კითხვასაც სწორად გაეცი პასუხი. კითხვა ნომერი 19. მადლობა, מחარ $65 შენ გამოდიხარ ხელფასით. Halo-s სიუჟეტის მიხედვით, რომელი სამხედრო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა MasterChef-ი? A. ODTS, B. Spartan 2, C. Spartan 3, თუ D. Cortana AI. დრო წავიდა. მედი მოხს რომ წარუმატებლად გაივლი ამ დღეს. MasterChef-ის პროგრამა ზოგადად ქვია სპარტელები. ამიტომ აზდადეს ავტომატურად გამორიცხა. ოკეი. მაგრამ კონკრეტულად რომელი ციფრის არის, ამგვარად არ მახსოვს. დახმარება აღარ გაქვს. ხო. შეცდომის უფლება გაქვს. ნუ ერთი რაც ვიცი რომ MasterChef-ი იყო ყველაზე მაღალი კლასის მებრძოლი. და ამ ლოგიკით ვფიქრობ რომ იქნება პასუხი C, რადგან ნუ მესამე ასე ვთქვათ რომ სტეპია სპარტული პროგრამის, მაგრამ რეალურად სპარტან 3 არსებობდა თუ არა ეგეც არ მახსოვს. ამიტომ დაუჯერებ პასუხებს და ჩავთვლი რომ აქ ყველა რეალური პასუხწერია და მოდი ვიტყვი მაინც C-ს. Spartan 3. კი. და საბოლოო პასუხი დავაფიქსირეთ Spartan 3. კი. არ მახსოვს, მაგრამ ეგრე ვფიქრობ. ლოგიკა თლად გამტყუნებულიც არ არის და გასამტყუნარი. არსებობს იდეა შუმერული რა რაინაზე გასამტყუნარი. Halo-ში MasterChef-ი ნამდვილად იყო სპარტანული პროგრამის წარმონაქმნი. მაგრამ იმ პერიოდისთვის, როცა MasterChef-ი შეიქმნა, Spartan 3 ჯერ არ იყო შეშვებული პროგრამაში. სწორი პასუხია Spartan 2, სამწუხაროდ წავაგეთ. წააგეთ, ჩვენ მოვიგეთ ბიჭებო, გილოცავთ. ეხლა რატო არ უკრავ ხარ? ადამიანს გულში. კაცი. კარგად მსჯელობს, კარგად მიყვება ლოგიკას და მაგრამ ერთი შანსი იყო არის. შენ შეგიძლია ახლა მძევლად აგვიტოვო შენი გარანტირებული $10 gift card და გააგრძელო თამაში. მოდი წაიყვანეს და გავაგრძელოთ თამაში. გავაგრძელო თამაში. კითხვა ნომერი 20 გადამწყვეტი კითხვა $25 gift card-ზე. ძირითადად რომელ მითოლოგიაზეა დაფუძნებული თამაშის God of War 4 სიუჟეტი? ბერძნული, ნორდიკული, კელტური თუ რომაული? ზოგადად God of War-ის სიუჟეტის ფესვები მოდის საბერძნეთიდან. მაგრამ მეოთხე ნაწილში არის ნორდიკული სიუჟეტი. B არის პასუხი. რაც კელტური არის რომაული, პირდაპირ წავიდნენ ნორდიკულ სკანდინავიურ მითოლოგიას მიად. რომელიც ბევრისთვის ძალიან საყვარელია. ვერ როგორ გახსოვთ? სად წაიყვანეს ეს ტიპოდი? სწორია, ნორდიკული მითოლოგია. შენ მოიგე $50 gift card, გარანტირებული $25 ჯიბეში. აუ ფუტუჩი გაიარა. ამასაც მახარებ. ვაგრძელებთ $100-ზე თამაშს თუ შევირგებთ $50 და არა, სადაც ბოლო ეტაპამდე მივედით გავაგრძელებთ რა. კითხვა ნომერი 21. გადავედით სასიკვდილო ლეველზე. აი აქ ვნახოთ როგორ გაკაჩავ და რას შემოგთავაზებ, როგორ იმუშავებ შენი მსჯელობები და ლოგიკა. რომელ მოტოციკლს მართავს Days Gone-ის მთავარი პერსონაჟი? Harley Davidson, Suzuki, Yamaha თუ Drifter bike? მოსაფიქრებლად გაქვს 2 წუთი. კაი. ვინაიდან Days Gone-ის სიუჟეტი ვითარდება ამერიკაში? აშშ. არ ამგონია რომ
დეველოპერებს გამოეყენებინათ იაპონური წარმოებლები. ამიტომ Suzuki იაპონური, B-ც ალბათ იაპონურია. ყოველ შემთხვევაში აზიური. ამიტომ B-ს დაცეს გამოვრიცხავ. ოკეი. დაგვჭა Harley Davidson-ი drifter bike. Harley Davidson-ი საკმაოდ რეალური პასუხია, მაგრამ ეგეთ თამაშებში მაგალითად open world-ებში, GTA 5-ში მაგალითად არასდროს არ ხდება თითქმის ოფიციალური წარმოებლები. ასევე Days Gone-შიც რა ტრანსპორტიც მოძრაობს, არც ერთი არ იყო რეალური კომპანია, ყოველ შემთხვევაში ეგრე მახსოვს. ამიტომ მხოლოდ Harley Davidson-ის გამოყენება კი რეალური არის, იმიტომ რომ პერსონაჟი 80% ატარებს ბაიკზე. მაგრამ მგონია რომ მაინც ფულს დაზოგავდნენ და ცოტა ზოგად პასუხს მივიღებთ აქ და იქნება ალბათ drifter bike რა. მე ეგრე ვფიქრობ. აუ, იმდენი ილაპარაკაც, მაგარი ლოგიკა, ჩაუთმო. თუნდაც არასწორი იყოს, ჩაუთმო, გაამწვა, გააჭი. დაი პრაბელი, ბატ. ხო, აქ ერთი კითხვა ჩნდება. Harley Davidson-ისთვის რამდენად დიდი რეკლამა იქნებოდა ამ ხელა ექსკლუზივში, რომ ქონოდათ თავიანთი მოტოციკლი წარდგენილი. ამაზე არ ვიფიქრეთ. ო, მაგრამ ჩვენ მხოლოდ Sony-ის მხრიდან თანხის დაზოგვაზე ვიმუშავებთ. დისკუსიას მოითხრა. სულ მორჩად რომ დააფიქსირე, ხო? სწორი პასუხია drifter bike-ი სწორია. სამბედნიერები ვართ. უახლოვდებით $100 პრიზს. კითხვა ნომერი 22. რომელ ინჯინზეა აგებული თამაში Doom 2016? Unreal Engine 3, ID Tech 5, Unreal Engine 4 თუ ID Tech 6? დრო წავიდა. Doom-ის დეველოპერი არის ID Software. ოკეი. ნუ თამაშს რო თავ პირდაპირ სადაც ვერც კიპავ იქიდან გახსოვს. გინდა არ გინდა იმახსოვრე. რადგან ID Software-ია რატომღაც ვგონია რომ იქნება ID Tech-ი იქნება engine-ს. იქნებ დასაბნევად არის. არა და იქნებ საერთოდ არ არსებობს გავშლი ინჯინი. არა, ID Tech-ი Tech-ზე რაღაც სმენიასავით რა. ნუ პირველად არ ხედავ ყოველ შემთხვევაში ამ სიტყვათა თანწყობას. თავარია რომელია? მე-5-ია თუ მე-6? აი ეგ უკვე ნამდვილად ბეთს უნდა მივენდო. მაგრამ რადგან თამაში არის 10 წლის წინანდელი. ბევრს აღარ ვიფიქრებ და ვიტყვი ID Tech 5-ს. იმიტომ რომ 10 წლის შემდეგ შეიძლება უკვე ID Tech 6-ი გამოსული იყოს. დავაფიქსირებ B-ს. ID Tech 5. დავაფიქსირებ B-ს. თქვენ რას ვთქვით? ამ ორიდან ერთ-ერთი უეჭველი იქნება. ან დედალი ან მამალი. კარგი მსჯელობა იყო, სწორი მსჯელობა იყო, ID Tech-ი ნამდვილად არის. და სხვათა შორის არაერთი ჯილდო მოიგო ამ ინჯინმა. მათ შორის Doom-თან ერთადაც. აი იმ მსჯელობაში რომ 2016 წლის არის და ID Tech 5 უფრო იქნებოდა, შევცდით. რადგან სწორი პასუხია ID Tech 6. სამწუხაროდ კიდევ ერთი ლეველი დავთმეთ. გავრისკავთ $25 gift cards თუ დავიტოვოთ და ხო? დიახ. კი, გავრისკოთ. გავრისკოთ ან ყველაფერი ან არაფერი. კი. ნამდვილად. კითხვა ნომერი 23. მზად ხარ? კი. ან ყველაფერი ან არაფერი გქონდეთ. შეუძლებელია ამ თამაშის კარგ დასასრულამდე მიყვანა. რადგან როგორც დეველოპერები აღწერენ, აქ ყველა არჩევანი არასწორია და იწვევს დანაკარგს. სიუჟეტი შესაბამისად გამორჩეულად ტრაგიკულია. საუბარია თამაშზე: A. Detroit Become Human, B. The Last of Us Part 2, Mass Effect 2 თუ D. Dishonored. დრო წავიდა.
ამ 4 თამაშიდან მხოლოდ ერთი მაქვს ნათამაშები. ეს არის Dishonored. მოდი ამას ვოლც მოვიტოვებ. Detroit-ში მსმენია რომ ბევრი ენდინგი აქვს. 5-ზე მეტი ყოველ შემთხვევაში და არ მგონია რომ ყველა bad ending-ი იყოს. ერთი ორი ალბათ მაინც იქნება ყველა შემთხვევაში ეგრეთ წოდებული კარგი დასასრული. Last of Us-ი და Mass Effect-ზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ მაქვს თამაშები და აქ ალბათ ბიჭების ახლა დამჭირდება. იმიტომ რომ Dishonored-იც კი ტრაგიკული თამაშია. ყველა არჩევანი არასწორი არ არის და ამიტომ Dishonored-საც ვერ ვიტყვი. შესაბამისად, რადგან 4-დან 3 თამაში ნათამაშები არ მაქვს, ბიჭებს თხოვ დახმარებას. და ამ შემთხვევაში თამაში უკვე მეორედ, ხო? შემოდიან Steam დალეულები. დიდად სურვილი არ გვაქვს, მაგრამ ნუ რას ვიზავ, თამაშია წესებია. თამაშები ძალიან ადრე. პოსტერი მაგრამ ყველა დასასრული ცუდი არა. ხო, კაი, მაშინ ყველა დასასრული ცუდი არა. გამოვრიცხოთ. Mass Effect-ი Detroit-ი არ მაქვს, მაგრამ Detroit-ი რა ვერ ვითამაშე. Detroit-ის ლოგიკა სწორია. მე მაქვს Detroit-ი ნანახი. არ მითხარ. არა, იმას ვიტყვი რომ ბევრი ენდინგია და მართლა ზოგი შედარებით კარგი. ხო, ყველა სეზონს ყოლა გააკეთე. Mass Effect-ი? არ გათამაშები ნათამაშები? Last of Us-ი ან რეალურად უხდება ყველაზე მეტად მაგ კითხვას რა. პასუხად, იმიტომ რომ ტირილია, ხო, ამ ტრაგიკული. ჯერ ხო პირველ ნაწილს თამაში ბღავილი. პირველ ნაწილს სამთავრობ რაღაცა ემოციებით გადაგიტული, მეორე სიწყებ და საერთოდ გემართა. თან არჩევანზე Mass Effect-ში არ ვიცი ეს choice-ი არ ვიცი. ყველაზე მეტად ამ პასუხს უხდება B. ყველა ახლა რამდენად დეველოპერები რას როგორ თქვენ არ ვიცი, მაგრამ ხელი ეფანი ჩაკურა და ვიტირეთ, აი. აი, საბოლოო ჯამში თქვენი ვარიანტია იყოს B. The Last of Us Part 2. ეთახმები თუ არა ბიჭი? კი, მე პასუხი არ მაქვს, სხვა გზაც არა. არ იყოს. იმიტომ საერთოდ არ მაქვს. ჩვენი ხალხს და სწორი პასუხი არის The Last of Us Part 2. კიდევ ერთი ნაბიჯით ბიჭების დახმარებით მიუახლოვდი $100 gift card. დახმარება აღარ აქვს. დახმარება აღარ გაქვს, პატიება აღარ გაქვს. ახლა უკვე არის მართლა ან ყველაფერი, ან აფერი. კითხვა ნომერი 24. ამ დეველოპერული კომპანიის შემქმნელებმა Activision დატოვეს ფინანსური დავის გამო. ამის შემდეგ კი შექმნეს ისეთი გიგანტები, როგორიცაა Apex Legends, Titanfall, Star Wars Jedi სერიები. ეს დეველოპერული კომპანია არის Respawn Entertainment-ი, Obsidian-ი, Arkane Studios, თუ Bungie. ბოლო რა არის თავად? Bungie. Bungie. Bungie არის Halo-s დეველოპერი. გონი პირველი Halo Bungie-მ შექმნა მე 363-ზე გადავიდა კომპანია. ამიტომ Bungie არის. Apex-ი ნათამაშები მაქვს, მაგრამ არასდროს არ ვიგზდებოდი. Titanfall-ი მაქვს დახურული, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს. დეველოპერი ვინ არის? Star Wars-ი Jedi-ის დახურული მაქვს და ანალოგიურად წარმოდგენა აქვს დეველოპერი ვინ. ანუ ეს შემთხვევა როცა skip-ავდი. კი, ეგრე გამოვიდა, ხო. ამიტომ არ დასკიპოთ არასდროს თამაშის ინტრო. Respawn-ი და Arkane-ი მეცნობა ძალიან. Obsidian-ზე ვერაფერს არ ვიტყვი. Bungie. Respawn-ი მეცნობა, Arkane-ი თითქოს უფრო მეცნობა. Arkane-ი რატომღაც Apex-ისკენ Apex-ისკენ ხრის Arkane-ი რატომღაც. Respawn-ი, არ ვიცი, რაღაცა ნაცნობია, მაგრამ არა ვერ ვიხსენებ რა. და Arkane-ით რატომღაც Apex-ისკენ ვიხრები Titanfall-ზე და Star Wars-ზე წარმოდგენა არ მაქვს. ანა, უნდა თქვა ანცე, ნუ ბედადე გამოვიცხე რა, ნუ B არ ვიცი, მაგიტო ვერ მისჯელებ და გასაგებია.
ჩვენს რესპაუნიც ღჟღერს, მაგრამ არ ვიცი. აი Apex-ზე რატომღაც Arcane-ს მივყვა რა, აი სადღაც ალბათ თვალი მოვკარ. უი დრო აღარ საბოლოო პასუხი არის ფიქრობს არა C-ს ვიტყვი რა. ნაფიქრ C-სადაც C-ზე ვფიქრობდი რა. არ შენ ალბათ ანუ შენი საბოლოო პასუხი არის Arcane Studios. ხო არ ვიცი, Apex-ის გამო რატომღაც Arcane-ისკენ. სწორი პასუხია Respawn Entertainment-ი. ხო არ ვიცი. სამწუხაროდ in the house თქვენ დამარცხდით, მაგრამ ნამდვილად დასაფასებელი პერფორმანსი იყო. უღრმესი მადლობა. და ახლა რა შეგეხებათ თქვენ ძვირფასო გამომწერებო? თუ თვლით, რომ გეიმინგში კარგად ერკვევით, მოგწერეთ Instagram-ზე ან Messenger-ში, მაგრამ გახსოვდეთ, სადაც არის ხახუტა და სადაც არიან Steam დალეულები, ჩვეულებრივი უიცები ხართ გეიმინგში. კარგად ბრძანდებოდეთ.